დღეს ახალი სტილით 12 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე ანისიას, წმინდა მოციქულ ტიმონს 70-თაგანს, ღირს თეოდორა კესარიელს. წმინდა მოწამე ანისია ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას. მშობლებმა, კეთილმსახურმა და დიდგვაროვანმა ქრისტიანებმა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს ღირს საბიანას, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ღირს მელანია რომაელს. საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალის სიწმინდით. საქართველოს დედათა მონასტრებში იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა კერპისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა. გაფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშულა და წმინდა მოწამე იქვე განგმირა. ქრისტიანებმა წმინდა მოწამე ქალაქის კარიბჭის მახლობლად დაკრძალეს, მის საფლავზე კი სამლოცველო სახლი ააგეს.